2025 წელი უმსხვილესი კომპანიებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. AI ბუმის, მონაცემთა ცენტრების რაოდენობის ზრდის და ტექნოლოგიური პლატფორმების პოპულარიზაციის ფონზე სილიკონის ველზე წარმოდგენილმა გიგანტებმა ყველარი მოლოდინებს გადააჭარბეს და წელი კოლოსალური ზრდით დახურეს. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ კომპანიების რეიტინგს, რომელთაც წელს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აქვთ. ჩვენი რეიტინგი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ NVIDIA-თი, კომპანია, რომელიც მთელი წელი იყო ინვესტორთა ფოკუსში, ვინაიდან ის გახდა პირველი კომპანია ისტორიაში, რომელმაც გადააჭარბა 4 ტრილიონიან ნიშნულს, შემდგომ კი 5 ტრილიონიანსა. დღევანდელი მონაცემებით 4.7 ტრილიონზე არის მისი შეფასება და სწორედ დღევანდელ მონაცემებს ეყრდნობა ეს წლიური ამონაგებიც, რომელიც შეადგენს 1.14 ტრილიონ დოლარს, მატება NVIDIA-ს ერთ წელიწადში აქვს 39%. ასეთი მკვეთრი ზრდა საბაზრო კაპიტალიზაციისა სხვადასხვა ისტორიაში არც ერთ კომპანიას არასოდეს არ ჰქონია. 68%-იანი ზრდით მეორე ადგილზე არის Google კომპანია, რომლისგანაც არც არის გასაკვირი ეს ზრდა, რადგან ეს არის კომპანია, რომელიც ბოლო პერიოდში თავს გვახსენებს ფაქტობრივად ტექნოლოგიური ისეთი სიახლეებით, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი არის Gemini-ის მესამე ვერსიის გამოშვება. Google, როგორც ხედავთ, ამჟამად არის 3.7 ტრილიონიანი კომპანია და წლის განმავლობაში სწორედ ტექნოლოგიური ბუმის გამო მისი შეფასება გაიზარდა 1.1 ტრილიონით. აქვე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ საინტერესო ტექნოლოგიურ კომპანიაზე, ეს არის TSMC, რომლის მიერ წარმოებულ ნახევარგამტარებზე, ჩიპებზე და გამოთვლელ მოწყობილობებზე მოთხოვნა იმატებს, რადგანაც მსოფლიოში ყველგან უნდა დეიტა ცენტრების აშენება. ამ დეიტა ცენტრებში კი სწორედ TSMC-ის მიერ წარმოებული ჩიპებია წარმოდგენილი, მათ შორის NVIDIA-ც თავის ჩიპებს ამ კომპანიას უკეთავს. ის ტაივანშია დაფუძნებული მოგეხსენებათ და მიმდინარე წელს მისმა შეფასებამ რეკორდულ 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, 51%-იანი ზრდა აქვს მას და მატება წელს იყო დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი. მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google-ის ზრდა ვერ მოხერხდებოდა, რომ არ ყოფილიყო Broadcom კომპანია, რომელიც დააფუძნა თავის დროზე ლარი ელისონმა და რომელმაც ფაქტობრივად განაპირობა წელს არაერთი ტექნოლოგიური გიგანტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში 75%-იან ზრდაზე გვაქვს საუბარი, რაშიც და მთავარი არის ის, რომ ამჟამად შეფასება არის 1.7 ტრილიონი წლის განმავლობაში, როგორც აღნიშნეთ, 500 მილიარდიანი ზრდა აქვს, რაც მთლიანად კიდევ ერთხელ და აღნიშნოთ არის განპირობებული ტექნოლოგიური სექტორის განვითარებით. და AI ბუმის კიდევ ერთი ყველაზე დიდი ამონაგების მქონე კომპანიაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის Microsoft-ი, რომელსაც წელს პროცენტულად დიდი ზრდა არ აქვს, ეს არის სულ რაღაც 16%, მაგრამ ფინანსურად ეს არის 423 მილიარდი დოლარი. მისმა შეფასებამ წელს მიაღწია 3.6 ტრილიონ დოლარს. Microsoft-ს ჰქონდა ყველა გასული კვარტლის განმავლობაში რეკორდული შედეგი, თანაც ის არის OpenAI-ის 27%-იანი წლის მფლობელი, ამიტომაც გასაკვირი არავისათვის არ უნდა იყოს, რომ Microsoft-ს წელს აქვს ძალიან კარგი შედეგები.